როგორი კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ დაიჯერო ირანელი აიათოლების პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ამერიკამ კაპიტულაცია განაცხადა და ირანმა გაიმარჯვა. არა და კოცები და ეს რუსეთის მოდგმის მონები ამას ზეიმობენ რეალურად, ხო? ანუ ტრამპი ბომბავდა ირანს, განადგურებით ემუქრებოდა საფეთქელზე იარაღი ქონდა მიდებული და ამ დროს ამერიკამ განაცხადა კაპიტულაცია? თუ ირანმა განაცხადა კაპიტულაცია? თვითონ განაცხადა ახლა ტრამპმა ფრანც პრესთან მიცემულ ინტერვიუში, რომ ის იმიტომ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, რომ ირანმა თანხმობა განაცხადა ჰორმუზის ყურის გახსნაზე და პლუს იქ ურანის გამდიდრებაზე, უარის თქმაზე და ატომურ ბომბზე და ბალისტიკური პროგრამის შეწყვეტაზე, ხო? რაკეტების ბალისტიკური პროგრამის შეწყვეტაზე. ესე იგი, ფეხები აწია ირანმა. და დეტალები დადგინდება ახლა მოლაპარაკებებზე, რომლებიც პაკისტანში გაიმართება, ხო, ამ 2 კვირის განმავლობაში. ხვალიდან ზეგიდან იწყება უკვე ეს მოლაპარაკებები. ფეხები აწია ირანმა, ხალხო, კოცებო, ხალხო ცოტა უხერხული ნათქვამია. კოძჯოგო, ფეხები აწია ირანმა. და ტრამპმა მიაღწია პრინციპში თავისას ახლა გნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ პრობლემების გათვალისწინებით რაც არსებობს 100 მილიონიან ქვეყანასთან რეჟიმი უცებ ჩამოიშლებოდა, მაგრამ გრძელვადი ამ პერსპექტივაში ეს ასე მოხდება კი. ირანის ნავთობთან დაკავშირებით იქ ამერიკული ინტერესები გამოიკეთება, რეჟიმი შესუსტებული არის, განადგურებული არის ზედა ეშელონი პრაქტიკულად აიათოლებიდან დაწყებულეს გუშაგებიდან და ბასიჯებიდან და დასუსტებული რეჟიმის გადასარჩენად ირანის ამჟამინდელი მმართველობა იძულებულია ესეთი უტიფარი პროპაგანდა აწარმოოს, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და არა ამერიკამ, ხო? იმიტომ რომ აჯანყება არ მოუწყოს ხალხმა იქ. აი ეს არის სიმართლე რა და გავაცელეთ ეს სიმართლე. და პირველს ახლა ისეც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთმა და ირანმა, ჩინეთმა გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს თომაზე ვეტო დაადეს ჰორმუზის სრუტის გახსნის რეზოლუციას. აი ნახეთ რა მნიშვნელოვანი მომენტია. მშვიდობის დამყარებაზე თქვა ეს უარი რუსეთმა და ჩინეთმა. ანუ ჩააგდეს ეს რეზოლუცია იმის გამო, რომ ომი გაგრძელებული იყო და ამერიკა კიდევ უფრო ღრმად ჩაფლული იყო ამ ომში. რომ ტრამპს შექმნოდა უზარმაზარი პრობლემები, რომ მსოფლიოში დაწყებულიყო სანავთობო კრიზისი გლობალური. აი ეს უნდა ირანს და რუსეთს და ჩინეთს. და გუშინ უკვე დაწყებული იყო უდიდესი დაბომბები, ხო? იბომბებოდა და სწორედ ამ დროს განაცხადა ირანმა თანხმობა ცეცხლის შეწყვეტაზე და ამერიკის პირობებზე. რა ეს არის? გავრცელეთ ეს ვიდეო და ხალხს გააგებინეთ სიმართლე და ამ ქოთრუსებს აეშველებათ არ ვიცი, მძიმე შემთხვევა არის.